პოზიციას, რომელიც ხედავთ, რომ სულად გარედან იმართება, ამ დღეებში აკვირდებოდით, რომ შემოიარეს რამდენიმე დედაქალაქი, მიიღეს ინსტრუქციები და არ ვიცი, ნაწილი ჩამოვიდა, ნაწილი ალბათ ჯერ კიდევ იქ არის და ხედავთ უკვე მათ განცხადებებს, როგორ უნდა გამოუცხადონ ძირი საქართველოს ეკონომიკას, როგორ უნდა დაორგანიზონ ტერორი და ასე შემდეგ, გულისხმობ ზურაბ ჯაფარიძის განცხადებებს ამასთან დაკავშირებით, ჩვეულებრივი ინსტრუქციები და მისი შესრულება. ამიტომ არჩევნებსაც შეეხება, რა თქმა უნდა, აქაც სრულად დამოკიდებული არიან ინსტრუქციებზე, როგორც მარიონეტები. თუმცა მე ამასთანავე ვთქვი, რომ საბოლოო ჯამში მათი ასე ვთქვათ, პოლიტიკურ განცხადებებს ხა დიდი ფასი არ აქვს ხოლმე და დადგება ოქტომბერი და ყველა ვნახავთ, რომ საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ ყავალაშვილის მიერ დანიშნულ თვითმმართველობის არჩევნებში ყველა მიიღებს მონაწილეობას იმ კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა მიიღო, მიიღებს მონაწილეობას იმ ცესკოს შემადგენლობით, რომელიც საქართველოს პარლამენტმა აირჩია, მიიღებს მონაწილეობას იმ არჩევნებში, რომელსაც მიხეილ ყავალაშვილი დანიშნავს.